გაზაფხული და დედა. ასე ერქვა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამართულ საღამოს, რომელზეც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედები, ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდა. საოცარი დღე იყო დღეს. იყო ტკივილიანი და იყო სიხარულით სავსე, იმედიანი დღე. გადავწყვიტეთ, რომ დედების დღე მათთან ერთად მოგვეწყო და გაგვეტარებინა. უსურვებ მათ, რომ მომავალ წელს და ახლო ხანებში დაბრუნებულიყვნენ ისინი თავიანთ ძირძველ მიწა-წყალზე და თავიანთი შვილების საფლავები ენახოთ. ეს დედები ღვთისგან გამორჩეული ადამიანები არიან, რადგანაც მათ თავიანთ შვილებს აკვნიდანვე მისცეს იმის ძალა, რომ სისხლი დაეღვარათ სამშობლოსთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა შავლეგომ, ანსამბლმა იუნონამ, აფხაზეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების წევრებმა, აფხაზეთის ნომერ 2 და 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამომსვლელებმა დაღუპული მეომრების დედებს მადლობა გადაუხადეს სამშობლოსათვის თავდადებული შვილების აღზრდისთვის და აფხაზეთში დაბრუნება უსურვეს. დღევანდელ დღეს ყველა დედას, ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს, ყველაზე თბილებს და თავგანწირულებს თავიანთი შვილებისათვის. დედები, რომლებიც შვილებს ზრდიან სამშობლოს სიყვარულით. ამ ადამიანებს გვინდა მიულოცოთ ეს დღე, უსურვოთ ძალიან დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ვისურვებდი, რომ ყველა დედას ყავდეს ჯანმრთელად შვილი და ცოცხალი, ვინაიდან დედების ბედნიერება სწორედ შვილების ბედნიერებაში არის. ყველა იმ დედას მინდა ასევე უსურვო გამძლეობა და სიცოცხლე, ვინც საკუთარი შვილები სამწუხაროდ დაკარგა. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინცისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ომში დაღუპული გმირების დედებს საჩუქრები გადასცეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა. ყველა დედას მიულოცა, ყველა შვილმკვდარ დედას. ეცხოვროს მისი შვილის თუ შვილების მოსაგონებლად ყოფილიყოს მრავალი წელი, არ ყოფილიყოს ომი, ყველაფერი ყოფილიყოს კარგად. ღმერთმა ბედნიერი დრო და კარგი ცხოვრება ქონოდეთ. ყველაფერს სიკეთეს უსურვებ იქაურ დედებს. დედა, გინდა იქ ცხოვრობდეს, გინდა აქ ცხოვრობდეს. ვისაც შვილები ყავს, გამრავდნენ, გაიხარონ ბედნიერად, ჯანმრთელად იყვნენ და ვინც დაღუპულია, სამარადის ხსოვნა იყოს იმ ბიჭების, ვინც იქ არიან დარჩენილები. ნათელში იყოს მაგათი სულები. პროექტის ორგანიზატორია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განყოფილება.